როგორც ჩანს, მაღაზიის მეპატრონეს სახელწოდებაზე დიდხანს არ უფიქრია, ლე ბიბლიოთეკ. აქ ადრე საბავშვო ბიბლიოთეკა იყო, ესეც საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია. ადრე მაღალსართულიანი შენობების პირველი სართული ხშირად ბიბლიოთეკებს ეკუთვნოდა. დღეს სხვა რეალობაა. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, რა გამოწვევები დაუყენა თანამედროვე ეპოქამ თანამედროვე ბიბლიოთეკებს. ახალ კორპუსში ბიბლიოთეკის გამოყოფილი იყო ფართი. ჩვენც ვხსნედით ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკა წიგნი შეიტანენ და მკითხველები ხელადად არის. იმ კორპუსში ხელად მკითხველები იქნებოდა. ბიბლიოთეკების გაერთიანება თბილისში და მის შემოგარენში 43 ბიბლიოთეკას ფლობს. უსახსრობის გამო მათი უმეტესობა ავარიულია. ზოგი დაიხურა, ზოგი დაინგრა, ზოგიც კი ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა. ყველგან ითხოვენ, რომ ისე გაიხსნას, სადაც იყო და აღარ არის ბიბლიოთეკები. კიდე რომ გავხსნა 1-5 ბიბლიოთეკა კიდე მკითხველი იქნება. ევროპული ბიბლიოთეკა შეიქმნა ყველა ევროპული ბიბლიოთეკის ინფორმაციის, კულტურული საგანძურის და ცოდნის სამყაროს აღმოსაჩენად. ეს ევროპული ბიბლიოთეკის მისიაა, რომლის წევრიც 48 ევროპულ ქვეყანასთან ერთად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც არის. თანამედროვე ციფრულ ეპოქას ბიბლიოთეკები დიდი ინტერნეტ პორტალის შექმნით დაუპირისპირდნენ. ბიბლიოთეკებიც განიცდიან ტრანსფორმაციას და ეს აუცილებელი ამბავია, განსაკუთრებით ჩვენს დროში, ციფრულ პერიოდში, დროში, რომელიც ყველა შემთხვევაში გულისხმობს ახალი სახის გამოწვევების მიღებას და ამ გამოწვევების გარკვეულწილად გატარებას. ბიბლიოთეკა უნდა იქცეს საზოგადოებრივ ადგილად, კულტურულ ბრენდად, რომელიც თავის თავში ბევრ მიმართულებას მოიცავს. ბიბლიოთეკამ უნდა შეინახოს არა მხოლოდ წიგნები, არამედ სხვა კულტურული მოცულობების შემნახველიც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ბიბლიოთეკის მომავალი ბუნდოვანი ხდება. სივრცეები უნდა იყოს რაც შეიძლება მობილური, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი არ არიან გარკვეულწილად, ვთქვათ, ესეთ ზუსტად რეტრო ტიპის დაწესებულებაში. ყველა ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ დამატებით ვახორციელებთ, იქნება ეს ელექტრონული დარბაზები, მუზეუმები, ციფრული ფოტომატიანე და ამ შემდეგ, სწორედ ამ ბრძოლის ველის გავრცობას გულისხმობს დიდწილად. მომავლის ბიბლიოთეკა უნდა გახდეს სივრცე, რომელიც ბევრ სერვისს მოიცავს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის პრაქტიკა, როცა ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს გადასახადების გადამხდელთა რეგისტრაცია. ყველა, ვინც ავსებს დეკლარაციას, ვალდებულია იყოს ბიბლიოთეკის წევრი, იმიტომ რომ ეს სისტემა ცენტრალიზებული სწორედ ბიბლიოთეკაშია. ბიბლიოთეკებს აქვს მომავალი სწორედ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება გარკვეულწილად მრავალფუნქციური დაწესებულება. სხვა შემთხვევაში ბიბლიოთეკების მომავალი ძალიან ძნელად წარმოსადგენია, მაგალითად, კონგრესის ბიბლიოთეკაში თქვენ ნახავთ ტანგოს დარბაზს. როცა ადამიანი თქვა ტანგოს შესასწავლად შევა იქ და თან პარალელურად ხედავს, რომ წიგნები აწყვია, ამან შეიძლება უფრო მიიზიდოს, ვიდრე საერთოდ ვერასდროს ვერ დაინახოს წიგნი. ამბობენ, რომ დღეს არის ბევრი საცდური, რომ ადამიანმა წიგნი ვერ შეამჩნიოს. ამისთვის აუცილებელია ირიბი ტიპის იძულება. მსგავსი ტიპის იძულებაა თანამედროვე, განსხვავებული სივრცის შექმნა, რომელიც ტრადიციულ ბიბლიოთეკას არ გავს. პარკი არის ის ადგილი, სადაც ყველა ასაკის ადამიანი დადის, ძალიან პატარა ბავშვით და ძალიან მოხუცებული ადამიანიც და რომ მათთვის მოსახერხებელი იყოს და მედიათეკა იყოს ისეთ ადგილას, სადაც ისედაც დადიან. ეს ალბათ ერთგვარი ხერხია, რომ მედიათეკა მიიზიდოს ხალხი. მედიათეკა ბიბლიოთეკის თანამედროვე სივრცეა. აქ წიგნის კითხვის გარდა ადამიანები მოდიან, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია და თავიანთი საქმიანობის წარმოჩენის საშუალება ჰქონდეთ. ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამები აქვთ. მოწვეული მსახიობები საბავშვო ლიტერატურას კითხულობენ, ავტორებს ხვდებიან და პრეზენტაციებს ესწრებიან. ეს მთელი აქტივობები იმისთვის ტარდება, რომ მიხვიდეთ წიგნთან და ტექსტთან ბუნებრივია. ორწლიანი გამოცდილების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ მათთან წიგნებიც ვდება. აბონემენტის მფლობელების რიცხვი კი იზრდება. მოთხოვნა არის ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მოვემსახუროთ. ძალიან ხშირად ჩვენგან მკითხველი ტრიალდება, იმიტომ რომ ვერ პოულობს დასაჯდომ ადგილს.
ბიბლიოთეკები, მედიათეკები, გამომცემლები, წიგნის ყდის დიზაინერები თუ ილუსტრატორები ყველა ერთად ცდილობს, რომ თანამედროვე ეპოქაში მკითხველი არ დაიკარგოს.